სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა ჩვენთან არის ღმერთი. დღეს არის დიდი დღე საქართველოს ისტორიაში და ის რომ ეს დღეები განჩინებულია საეკლესიო კალენდარში და ჩვენ ამ დღეს განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით ლიტურგიულად ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ რომ აღვასრულოთ ეს დღეები. ამით ეკლესია ქადაგებს იმას, რომ მადლიერებას, ანუ ეკლესია მადლიერებას გამოხატავს იმ ჩვენი წინაპრებისადმი, იმ 9 ძმა ხერხეულიძისადმი, რომლის ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ, 9,000 ქართველისადმი, რომელიც აი იმ დღეს მარაბდის ომში მოწამეობრივად აღესრულნენ, წმინდისა პირველ მოწამე რაჟდენისადმი, რომელიც ტომით ქართველი არ იყო, მაგრამ ქართველ წმინდათა დასში არის მისი სახელი სახსენებელი შერაცხული და ვახტანგ გორგასალის თანამედროვე თანამოღვაწე იყო და აი ამ განჩინებებით, რომელიც ეკლესიაში, საეკლესიო კალენდარში არის, აი მაგალითად დღეს გადაშლის კალენდარს და ნახავთ, რომ დღეს არის ხსენება 9 ძმა ხერხეულიძეთა, დედისა და დისამაცისა და მათანა 9,000 ქართველთ. რა არის? აი ჩვენ ვიცით ხომ რა არის? არ დავიწყება ეს ჩვენი კავშირი არის ჩვენ წინაპრებთან. მაგრამ თავარი რაც ჩვენ გვაკავშირებს ერთმანეთთან და უფალთან რა არის? ეს არის წმინდა წერილი, ეს არის სახარება. როდესაც სახარებაში აღმოვიკითხავთ ჩვენ აი ამ სიტყვებს, რომ უფრო ისი სიყვარული არავის აქვს, ვიდრე რომ მოყვასისათვის თავი გასწიროს. აი ამ იდეალი და აი ამ იდეით იყვნენ 9 ძმა ხერხეულიძეები და მათ ჭეშმარიტად თავი გასწირეს მოყვასისათვის, არა მარტო მათი მახლობელთათვის და სახლეულთათვის, არამედ მთელი შთამომავლობისათვის, იმიტომ რომ რომ არა ის ჩვენი უამრავი წმინდა წინაპრები, მოწამეები, რომლებმაც სისხლით დაწერეს და დაბეჭდეს ჩვენ ისტორიის ფურცლებზე ის, რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რამ გააძლიერა ისინი? აი მაგალითად რაჟდენ პირველ მოწამე, ტომით როგორც გითხარით არ იყო ქართველი, მაგრამ მართლმადიდებლობის გამო ისეთი სატანჯველი და ისეთი ტკივილები დაიწყინა და მეორე მხარეს იდო ის, რომ ის შეიძლებოდა მეფის ერთ-ერთი თანამეინახე ყოფილიყო და შეება განსხრომაში გაეტარებია თავის ცხოვრება. რამ გააძლიერა? მართლმადიდებლობამ. ჩვენ ვკითხულობთ, აი დღეს პავლე მოციქულის წერილი არის ტიმოთეს მიმართ, ტიმოთე მისი მოწაფე იყო, შემდგომში ეპისკოპოსი გახდა და ესეთ სიტყვებს ეუბნება შვილო ტიმოთეო, განძლიერდიო მადლითა იესო ქრისტესითაო და რა იგი გესმა ჩემგანო, მრავლითა მოწამებით ესე შევედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელიც შემძლებელი იყვნენ სხვათა სასწავლად. აი ნახეთ, მე მოძღვრებაზე ვლაპარაკ, რა არის მართლმადიდებელი მოძღვრება? ნახეთ, მართლმადიდებელი მოძღვრება არამც და არამც არ არის საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტილი რაღაც პიროვნული რაღაც გადარჩენის რელიგია. ეს არის საყოველთაო კაცობრიო და საყოველთაო გადარჩენის რელიგია. ნახეთ, პავლე მოციქული ეტყოდა მაშინ თავის მოწაფეს, რომ მე რაც გითხარი, ის შეასრულე და აღასრულე და გადარჩები, მაგრამ ნახეთ რას ეუბნება, რაც გესმაო ჩემგანო თან მრავლითა მოწამებით, ანუ მართლმადიდებლური მოძღვრება დამოწმებულია მრავალი სასწაულით. თუნდაც აი ჩვენი წმინდა აი რამ გააძლიერა, აი 9 ძმა ხერხეული და მერე მათი დედა. წარმოიდგინეთ, აი რა მისცა ძალა მათ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მართლმადიდებლობამ, ქრისტიანობამ ნებისმიერ შემთხვევაში, აი აგერ ყველაზე ისეთი, აი რო ვთქვათ, აი შორენა, თემური, დალი, აი შვილ გარდაცვლილი დედები ხართ, რა გაძლევ ძალას? მართლმადიდებლობა არა? რომ არა მართლმადიდებლობა, ჩვენ რომ არ ვიცოდეთ, რომ ჩვენი შვილები და ჩვენი მშობლები და ყველანი ისინი ვის არიან, უფლის ხელში არიან, რომ არ ვიცოდეთ, რომ მოველით ჩვენ აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმის საუკუნესასა. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩვენი ყოფა, ხო? და რას ვამბობ? მართლმადიდებლური მოძღვრების სიდიადეს ვამბობ და პავლე მოციქული ეუბნება თავის მოწაფეს, რომ მე აი რაც მე გითხარი, რაც მე გასწავლი, შენ შეასრულე და სხვასაც ასწავლე, მაგრამ აქაც არ თავდება.
ასწავლე იმათ, რომელი შემძლებელი არიან სხვათა სასწავლად. მივხვდით, ანუ ყველას გადარჩენა უნდა მართლმადიდებლურ მოძღვრებას. მოიხსენე იესო ქრისტე აღდგომილი მკვდრეთით. აი ეს არის ეს გვაძლიერებს ჩვენ. ნახეთ, თქვენ გახსოვთ დედაღვთისმშობლის დატირება, ხო? რამ გააძლიერა დედაღვთისმშობელი, თქვენ რა გონიათ? მართლმადიდებლურმა მოძღვრებამ. როგორ თავდება ის დატირება, გახსოვს? გახსოვთ, ხო? ეს სიტყვები მე მახსოვს კარგად. არამედ თოი ძეო ჩემო და ღმერთო ჩემო ვითარცა აღმითქვა აღდეგ და გამომიშტი ჩვენ. აი სიტყვებია. ანუ მართლმადიდებლური მოძღვრება ჩვენ მოწამეთა ხსენებას აღვასრულებთ, თუ პირადი განსასწრელი გვაქვს, თუ რაღაცა ჩვენ ერს რამე უჭირს, თუ რამე ჩვენ სოფელს უჭირს რაღაცა, ჩვენი ძალა უნდა იყოს მართლმადიდებლური მოძღვრება. მართლმადიდებლური მოძღვრება რა არის? მართლმადიდებლური მოძღვრება რა არის? ეს რომ გავიგოთ, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ წმინდა წერილი. სახარებაში წმინდა წერილში არის აღმოკითხული მართლმადიდებლური მოძღვრება და თუ თქვენ დღეს გახარებული ხართ, იხარიათ რომ ჩვენი წინაპრები იყვნენ 9 ზბა ხერხეულიზე, 9000 ქართველი, რომელიც ამ ბრძოლაში მარაბდის ომში დაესა, მათი დედა, მათი და თუ თქვენ გიხარიათ, თქვენ იცოდეთ რომ მართლმადიდებლური მოძღვრება არის და მათ მოიხსენეს იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომილი. სხვა შემთხვევაში ისინი ამ მოწამეობაზე ვერ წავიდოდნენ. ადამიანი თვითონ არსება არის ისეთი, რომ სიკვდილზე რომ წავიდეს, რაღაცა მაღალი იდეალი უნდა ქონდეს, სხვანაირად არ წავა სიკვდილზე, გაიქცევა, დაიმალება, შეეშინდება და აი ეს არის ზუსტად ჩვენი რაც არის, ეს არის ჩვენი მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველი მხრივ ქადაგებს, ყოვლითურთ ქადაგებს, თუნდაც წმინდანების სცენება დღეს, აი ნახეთ რა კუთხით წარმოვაჩინეთ, რომ რა იყო მათი ძალა და რა გვაკავშირებს ჩვენ მათ. ჩვენ თუ სახარება ჩვენთვის არ იქნება ჩვენი წინამძღოლი, ჩვენი ცხოვრების წინამძღოლი, ტყუილა ნოვიტყვით ჩვენ იმას, რომ ისინი ჩვენი წინაპრები არიან. იმიტომ რომ სახარებაში ესეთი ამბავიც არის, შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი წარმართი დედაკაცი მოვიდა უფალთან და განკურნა უფალმა ეს წარმართი დედაკაცი და მე ებრაელებს ეუბნება, რომ ეს აბრაამის შვილია. საიდან იყო აბრაამის შვილი? წარმართი იყო. საიდან იყო? სარწმუნოებით. და ჩვენს თუ არ გვექნება ის სარწმუნოება, რომელიც ჰქონდა 9 ზბა ხერხეულიძეს და მარაბდის ომში მოწყვეტილთა და წმინდა რაჟდენ პირველ მოწამეს, ჩვენ იმათთან არაფერი არ გვაკავშირებს. სიამაყე მარტო, როცა დავждები და ვიტყვით, მე ქართველი, მაგრამ საკითხავია ქართველი ვინ არის? აგერ რაჟდენ პირველ მოწამე არ იყო ქართველი, მაგრამ დღეს აი როგორც აი აბოთბილელი არ იყო ქართველი, მაგრამ ჩვენი უსაყვარლესი და უსათაყვანის საცემელისი წმინდანები არიან. რითი? რომ მართლმადიდებლური მოძღვრება გვაერთიანებს ჩვენ და გვაძლიერებს ჩვენ და მართლმადიდებლურ მოძღვრებას მარტო ერთი მიმართულება არ აქვს და ძალიან დიდი სიღრმე აქვს. მართლმადიდებლური მოძღვრება არის ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, აი ადამიანისთვის ყველაფერი. აი ადამიანისთვის არის ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. რომელ მხარეს უნდა გაიხედო? დაცემული ხარ, დგეხარ, მართალი ხარ, ცოდვილი ხარ, წმინდანი ხარ, უღირსი ხარ, რა ეროვნება გაქვს, რა აი მართლმადიდებლობა ფარავს ყველაფერს. ყოველ დროს განსასწრელში ხარ, დალხინებული ხარ, ყოველ დროს მართლმადიდებლობა გასწორებს შენ და გისწორებს შენ გამრუდებულ მდგომარეობას და ამიტომ ეკლესია პირველ რიგში ამას ქადაგებს, რომ ჩვენ მართლმადიდებლური მოძღვრება ჩვენთვის ნუ შემოიფარგლება იმით, თუნდაც რომ აი დაუშვათ კარგია რა თქმა უნდა ეხლა რომ მოვდივარ და კვირას და აღსარებას მოვთვეზია. არა. მართლმადიდებლური მოძღვრება არის ყველაფერი, აბსოლუტურად. ყველაფერი არის და მას აქვს ძალიან დიდი სიღრმე. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება დღევანდელ დღეს და ეხლა თქვენ რომ 9 ზბა ხერხეულიდან რომ ნახოთ დღეს და აბა გითხარი რას დაგვიბარებდი, რას გვიქადაგებდი, რას გვიანდერძებდიო, იცით რას გეტყოდენ? მართლმადიდებლურ მოძღვრებაზე მტკიცეთ იდექითო და კარგად გამოიკვლიეთ რა არის მართლმადიდებლური მოძღვრებაო. ჩვენ კარგად უნდა გამოვიკვლიოთ და ეს რომ გავაკეთოთ
აი სახარება წმინდა წერილი უნდა წავიკითხოთ, გაგიკვირდებათ, ისეთი განათლებული იყო რაჟდენ პირველ მოწამე, როდესაც წარდგა მტარვალის წინაშე, პირდაპირ წმინდა წერილი სეულის სიტყვებით უხადაგებდა, ელაპარაკებოდა მათ. არ გეგონო თქვენ, აგერ ჩვენ რო ვიხადი დავით აღმაშენებელი ურემი წიგნები მიქონდა ომში, თან ომობდა, ღამე კითხულობდა წიგნებს. წიგნიერი რელიგია, ჩვენი რელიგია და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ წმინდა წერილი და ღვთის სიტყვა, მით უმეტეს ეხა მარხვა არის და ვისაც არ დაგიწყიათ, მე აი როდის ჩვენ გახსოვთ აი რაღაცა ორგანიზება გავაკეთეთ, სახარება ვიყიდეთ, მოვიტანეთ და გთხოვეთ რომ და იმის მერე სულ გთხოვთ რომ ესე იგი გქონდეთ სახში სახარება. სახარებაო სახში რო დევსო, იმ სახლიდან ეშმაკები გარბიანო. წარმოიდგინეთ რო იკითხება იმ სახლიდან იმ სახლს როგორ გაეკარებიან ბოროტის სულები. ამიტომ წავიკითხოთ, გამოვიკვლიოთ წმინდა წერილი, ჩავწვდეთ მართლმადიდებლურ მოძღვრებას და თქვენ იქნებით ბედნიერი. გახარებული იქნებით. რაც არ უნდა მწუხარება იყოს, გახარებული იქნებით, იმიტომ რომ იქ იპოვით ისეთ მარგალიტს, რომელიც აი უკიდურეს განსასწრებშიც კი გაგახარებთ. გაგახაროთ ღმერთმა, დაგლოცოთ, გაგურთხოთ თქვენ ჩვენი წინაპრების ღირსეულო შთაომავლებო. ეს არის ღირსება. შენ თუ ესე იგი დღევანდელ დღეს არ ხარ მოსული იქ, სადაც მათი სახსენებელი და განჩინება არის, რანაირად ხარ შენ მათი შთაომავალი და რანაირად იქადი მათი წინაპრობით, ხო? ამიტომ თქვენ დაგლოცოთ განსაკუთრებულად ღმერთმა და ღმერთმა დაალოცოს ის ადამიანები, რომელთა გონებაც ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული და მართლმადიდებლობა მათთვის რაღაც სოციალურ ქსელებში დანახული რაღაც 1000 გვარი სიყალბეები და ტყუილები და ეშმაკი, იცით თქვენ რა, ეშმაკი ისეთი ვიღაც ადამიანი კი არ არის, ისე თითხნის, ისე შეთხზავს, რომ პატარა ერთ წვეთ სიმართლეს გაურევს და ერთ ტონა იმას რა ქვია, ტყუილს ისე მოგაჩვენებს როგორც სიმართლე. ამიტომ ჩვენ უნდა ეკლესიას საშინა აქებდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათან. ჩვენ მართლმადიდებლობა ეკლესიაში უნდა დავინახოთ. ჩვენი სულის გადარჩენის საქმეში უნდა დავინახოთ და სულის გადარჩენა ეკლესიის გარეშე კიდე საყვარელო ისიც რომ არ არის. წმინდანების მეოხების გარეშე, მათი მხურვალე ლოცვების გარეშე. მე მახსოვს, როდესაც უკიდურესი განსასწრებელი იყო ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ თანამედროვე განსასწრებელებს ვამბობ. ჩვენი პატრიარქი ძალიან ხშირად ამბობდა ხოლმე, რომ ამ დროს ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ ლოცვას აღავლენენ და ძალიან ბევრჯერ გამოგვიყვანეს ისეთი რაღაც ჩიხი და რომელშიც ფაქტიურად შეიძლება გამოსვლა შეუძლებლად გვეჩვენებოდა და ასე იქნება უკუნისამდე და საქართველო არ არის განწირული და ჩვენ აი ამდენი წინა აი ვიღაცა კალენდარს გადაშლის და ოჯახიდან დაუშვათ 1-2 წმინდანი რო იყოს და გადაშლდა 9 ძმა ერთად წმინდანი რო არის, მათი დედა, მათი და აი ამერის გადაშენება ხო არ შეიძლება, ხო ამ ჯიშის და ამ მოდგმის, მაგრამ თუ არ გადავჯიშდით, ერთი არის რომ არ გადავჯიშდეთ და ამ გადაჯიშებაზე მიდის ახლა მთელი ღონისძიებები და ღმერთი ამისგან დაგვიფაროს. ეკლესია ეს არის ნოეს კიდობანი. აი ძალიან მარტივად რო გითხრათ. ეკლესია ეს არის ნოეს კიდობანი. ვინ შევიდა კიდობანში, გადაურჩა წარღვნას. და წარღვნა ფიზიკურად მეტი აღარ მოხდება, მაშინ ღმერთმა აღუთქვა ნოეს, რომ მეტი აღარ იქნებოდა, მაგრამ სულიერი წარღვნა მარადიულად მიმდინარეობს და ეკლესიაში ვინც არ იქნება, ვერ გადაურჩება ამ წარღვნას. ჩვენ კიდე ჩვენი წინაპრების ლოცვის და მეოხებით, მათი მხურვალე ლოცვებით უფლის წინაშე ვჯერა და ვწამს, რომ შეგვიწყალებს უფალი, შეგვიწყალებს, არა ჩვენი საქმეების ამება. უკვე თუ უშულოებათებრ მიაგებდე უფალო, ვინმე დაუთმოს, ვინ დაუთმოს, ვინ წარდგება უფლის წინაშე, თუ საქმეების წარდგები ჩვენ. საქმეთაგან არა განმართლდების ყოველი ხორციელი პავლე მოციქული ამბობს. შეგვიწყალებს ჩვენ უფალი თავისი მადლით და წყალობით, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სული წმინდით უკუნითი უკუნისამდე. ამინ.